ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, ხო? უმნიშვნელო უთანხმოება, რომელიც რაღაც მომენტში ხელში გვაფეთქდება და დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდება. სამსახურში იქნება ეს ოჯახში თუ მეგობრებთან. კონფლიქტი ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, როგორ მუშაობს ის სინამდვილეში. მოდით დღეს ზუსტად ამაში ჩავუღრმავდეთ. ვნახოთ, როგორ იქცევა პატარა ნაპერწკალი უზარმაზარ ხანძრად და რაც ყველაზე მთავარია, როგორ შეიძლება ამ ხანძრის ჩაქრობა. ხშირ შემთხვევაში ყველაფერი რაღაც ძალიან მარტივით იწყება, არა? ორი განსხვავებული აზრი, პატარა გაუგებრობა, ამ ეტაპზე თითქოს ყველაფერი კონტროლქვეშაა. ჯერ კიდევ პრობლემაზე ვსაუბრობთ და არა ერთმანეთზე. და აქ ისმის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რა არის ის გარდამტეხი მომენტი, როცა სიტუაცია უცებ ხელიდან მიდის? და ბოლოს, ამ სურათამდე მივდივართ. პოზიციები უკვე გამაგრებულია, ემოციები პიკზეა და ის საწყისი პატარა პრობლემა შეიძლება აღარც კი გვახსოვს. ახლა მთავარი გამოსავლის პოვნა კი არა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება ხდება. იმისთვის, რომ ვისწავლოთ კონფლიქტის მართვა, ჯერ ის ნაწილებად უნდა დავშალოთ და გავიგოთ, რა მექანიზმები იმალება მის მიღმა. ანუ, მარტივად რომ თქვათ, კონფლიქტის ბირთვში ყოველთვის ინტერესთა შეჯახება დევს. ეს უბრალოდ ცუდი განწყობა ან გაბრაზება არაა. ეს არის ფუნდამენტური წინააღმდეგობა იმაში, თუ რას სურს მხარეებს. და ეს შეჯახება, იცით, ძალიან სხვადასხვა დონეზე შეიძლება მოხდეს. შეიძლება ორ ადამიანს შორის, ან თუნდაც საკუთარ თავში, როცა რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ და რა თქმა უნდა, უფრო დიდ მასშტაბებზეც ჯგუფებსა და მთელ სახელმწიფოებს შორის. კარგი, მაგრამ რა ეტაპებს გადის ეს პროცესი? ეს კითხვა პირდაპირ მიგვიყვანს ჩვენი დღევანდელი ანალიზის მთავარ მოდელთან. თურმე არსებობს კონკრეტული ეტაპები, რომლებსაც კონფლიქტი პროგნოზირებადად გადის. მოდით ეს პროცესი წარმოვიდგინოთ როგორც ერთგვარი კიბე. კიბე, რომელზეც ყოველი შემდეგი საფეხური უფრო სახიფათოა და საიდანაც უკან ჩამოსვლა უფრო და უფრო რთულდება. ამ სქემაზე მგონი ყველაფერი კარგად ჩანს. ეს არის, ასე ვთქვათ, კონფლიქტის ესკალაციის მთლიანი რუკა. ის გვეუბნება, რომ კონფლიქტი ძალიან იშვიათად ფეთქდება უეცრად, როგორც წესი, ის სწორედ ამ საფეხურებს გადის. პირველ ფაზაში იცით, ყველაფერი ჯერ კიდევ იმედის მომცემად გამოიყურება. კი, პრობლემაა, მხარეები კამათობენ, მაგრამ მთავარი მიზანი ჯერ კიდევ საკითხის გადაჭრაა. ეს ის მომენტია, როცა საუბარი და მოლაპარაკება ყველაზე ეფექტურია. მეორე ფაზაში კი უკვე თამაშის წესები იცვლება. აქ საუბარი გადადის კონკრეტულ ქმედებებზე. მხარეები იწყებენ მოკავშირეების ძებნას, ცდილობენ სხვები თავიანთ მხარეს გადმოიბირონ. და რაც ყველაზე სახიფათოა, კონფლიქტი პერსონალური ხდება და საჯარო შეურაცხყოფების სიტუაციას გამოვვალს ხდის. მესამე ფაზა კი ფაქტობრივად უკვე ომია. აქ მიზანი გამარჯვება კი აღარაა. თავარი მიზანია მეორე მხარეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენო, თუნდაც ეს შენთვისაც კატასტროფული აღმოჩნდეს. ეს არის ერთად უსკრულისკენ სვლის ეტაპი, როცა ორივე მხარე მხოლოდ წაგებული რჩება. კარგი, საკმარისად ვისაუბრეთ პრობლემაზე. ცოტა დამთრგუნველი სურათი დავხატეთ, მაგრამ ახლა კარგი ამბავიც გვაქვს. არსებობს ძალიან კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც გვეხმარება, რომ კონფლიქტი ვმართოთ და მოვაგვაროთ. მოდით ახლა სათითაოდ შევხედოთ ამ 5 სტრატეგიას. ამ ცხრილში ფაქტობრივად ყველაფერია თავმოყრილი. მთავარი განსხვავება რაშია, იცით? იმაში თუ რამდენად ვართ ფოკუსირებული საკუთარ მიზნებზე და რამდენად ვითვალისწინებთ მეორე მხარეს ინტერესებს. მაგალითად, კონკურენციის დროს ჩვენ მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ვფიქრობთ. შედეგიც მოგება-წაგებაა. დათმობისას კი პირიქით. თითოეულ ამ სტრატეგიას თავისი ადგილი და დრო აქვს, მაგრამ შედეგები, როგორც ვნახავთ, რადიკალურად განსხვავებულია. მაგალითად, კონკურენცია და დათმობა. ეს ხომ ერთი მედლის ორი უკიდურესი მხარეა, არა? ერთ შემთხვევაში შენ ცდილობ მოიგო ნებისმიერ ფასად, მეორე შემთხვევაში კი შენ ნებდები, რათა მეორემ მოიგოს. ორივე შემთხვევაში ყავს წაგებული მხარე. ეს შედარება კი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. თავის არიდებისას, როცა შედეგი წაგება-წაგებაა, პრობლემა არსად მიდის. ის უბრალოდ ასე ვთქვათ ხალიჩის ქვეშ იმალება და როგორც წესი, მერე უფრო დიდი ძალით ბრუნდება. თანამშრომლობისას კი ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რომელიც ორივე მხარეს აძლიერებს. ეს არის რეალური მოგვარება და არა დროებითი მორიგება. დეილ კარნეგის ეს ცნობული ფრაზა ხო ყველას გვსმენია და მართალიცაა. თუ ჩვენი მიზანი უბრალოდ მოკლევადიანი სიმშვიდის შენარჩუნებაა, მაგრამ თუ გვინდა ურთიერთობები შევინარჩუნოთ და პრობლემა ძილფესვიანად მოვაგვაროთ, მაშინ თავის არიდება გამოსავალი არ არის. ნამდვილი გამარჯვება თანამშრომლობაშია, როცა ორივე მხარე მოგებული რჩება. ასე რომ, საბოლოო ჯამში, რას ვხედავთ? კონფლიქტს თავს ვერ ავარიდებთ. ეს ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ესკალაცია, ეგ უკვე ჩვენი არჩევანია. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ავყვებით თუ არა იმ სახიფათო კიბეს. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ბრძოლის ნაცვლად თანამშრომლობა. და ეს არჩევანი განსაზღვრავს არა მხოლოდ ერთი კონფლიქტის შედეგს, არამედ ზოგადად ჩვენი ურთიერთობების ხარისხს.